საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. კითხვა შემოვიდა ესეთი და მინდა აგიხსნათ ახლა ამ საკითხის შესახებ ეს არის ბიოლოგაციური ჩარჩო. გერმანულად ამას უწოდებენ წყლის საზომ აპარატს თუ სად იმყოფება წყლის ენერგეტიკული ველები. ეს რა არის? რაღაცა აქტია. და მინდა გითხრათ რა მეთოდით გამოიყენება ეს და რა არის ეს საერთოდ, ხო? შეიძლება ზოგს არ გაუგია, არც გაუგია და პირველად ნახა ჩემს ეთერში ეს რა არის და კითხვა გაუჩნდა ადამიანს, არის თუ არა ეს საკითხი სანდო. მოდი, აგიხსნით და გეტყვით ჩემი გამოცდილებიდან თუ რა და როგორ ხდება ამასთან დაკავშირებით. ოკეი? მანამდე გადაუზიარეთ მეგობრებო ეს ვიდეო ყველას. სანამ ლაივში ვარ გადააზიარეთ, იმიტომ რომ მე აღარ აზიარებენ. მე ბლოკავენ თქვენ გადაზიარებულ ვიდეოს, ბლოკავენ. Facebook-ი მაგალითად ესე მიკეთებს. ესე იგი, მინდა აგიხსნათ ამის შესახებ. პირველად ამ საკითხის შესახებ გერმანიაში გავიგე. ამას ჩვეულებრივად ორად გადაღუნულ მართულს, ესეთი თავდაპირველად მე მქონდა ასეთი ფორმის გადაღუნული მართული. აი, ესეც შეგიძლიათ მართული გადაღუნოთ. და ამით ადამიანი იკლავს ტერიტორიაზე, თუ სად არის წყლის აქტიურობა და სად არ არის წყლის აქტიურობა, სად შეიძლება ადამიანს მშვიდად დაიძინოს, სად არის აქტიური ზონა და სად არის წყნარი ზონა. და როდესაც ამ მართულით დადიხარ სახში და გადაკვეთა მოხდება, გადაკვეთის ადგილი მოხდება, ესე იგი ის ადგილი არის აქტიური, ენერგეტიკულად აქტიური და დატვირთული და ის ადგილი, სადაც გადაკვეთა ხდება, რა თქმა უნდა შეგიძლია ტერიტორია მოსინჯოს, სად არის გადაკვეთა და მთელი ის ტერიტორია მონიშნო კიდევაც და იმ ადგილზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგას საწოლი. ანუ არ უნდა გეძინოს იმ ადგილზე. რატომ და რა ხდება ახლა? ღამით, როდესაც სხეული იძინებს და სხეულს სჭირდება დასვენება და პასიური მდგომარეობა, ეს აქტიური ზონა არ ანებებს სხეულს იმისათვის, რომ მოეშვას, დაიძინოს, დაისვენოს, გაითიშოს. ამიტომ იმ ადგილზე აუცილებლად უნდა იდგას ისეთი აქტიური ან მოწყობილობა, ან სამეცადინო მაგიდა, სადაც ადამიანი გონებრივად, ფიზიკურად ჩართული იქნება, ხო? სადაც ენერგია მოგეწოდება და ამ ენერგიის ტვირთვა უნდა მოახდინო, განტვირთვა, ანუ სადაც შენ აქტიურად გრთავენ იმ ხაზზე, რომელი ხაზითაც ჩვენ მერე შემდეგ ვიყენებთ ამ ენერგიებს. ვიყენებთ თუ მივმართავთ ამ ენერგიებს. მოძრაობთ ამ ენერგიებით, ვაზროვნებთ, ხო? აზროვნება ენერგია, საუბარი ენერგია, ვარჯიში ენერგია, წერა ენერგია. მოკლედ, ეს თვითონ ეს ბიოლოგაცია არის, ეს ბიოლოგაციის ჩარჩო არის ეს ხელსაწყო, რომელთაც შეგიძლია ვთქვათ, გამოიკვლიოს შინაგანი ხმას მიმართო და გამოიკვლიოს ესა თუ ის საკითხი და როგორც უკვე ვახსენეთ თქვენთან, ამ მეთოდით კიდე არა პასუხით ადამიანები ბევრ ინფორმაციას იღებენ ეთერიდან.
არის ესეთი მდგომარეობა, რომ ადამიანებთან ზოგთან ჭრის ეს და ზოგთან არა. აი მაგალითად თუ ადამიანი არ არის ენერგეტიკურად ძლიერი, ამ ადამიანს საერთოდ არ ესაუბრება ეს და არის გაჩერებული და ანუ ვერ მიმართავს ამ ხელსაწყოს, რადგან მისი შინაგანი ჯერ არ არის მზად ამისთვის. ასევე უნდა გამოიკვლევს ადამიანმა თუ კი მასთან მუშაობს ეს ბიოლოგიური ჩარჩო, თუ მასთან ეს მუშაობს და საინტერესოა ეს მოძრა ახლა ცნაურია. ხო, თუ ის მუშაობს ადამიანთან, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაადგინოს ადამიანმა ამის პროცენტუალობა, რამდენი პროცენტი მუშაობს მასთან, რამდენი პროცენტი სიმართლეს ამბობს, ხო? არის ზოგთან 30%, ზოგთან 20%, ზოგთან 5%, ზოგთან საერთოდ არა, ზოგთან 50% და ჩემს შემთხვევაში ეს გვაძლევს 92% სიმართლეს. ხო, შინაგანი ხმა 92. კითხვა დასვეს, რომ ვის ესაუბრებითო ამით, ანუ საიდან იცით რომ ვინ გპასუხობთო რა, შინაგანი ხმა თუ ბოროტი ძალები, ყველაფერი ბოროტე ძალებს როგორ უნდა მიაწევრონ ხოლმე ამა თუ იმ პირებმა და ბოროტება, რაც ეკლესიაში ხდება დღეს, ის ბოროტება კარგია თურმე და ის არ არის ყურადღმისაღები და დანარჩენი სხვა ყველაფერი ბოროტებაა, ვინც კი წინასწარმეტყველა, ვისაც ხილვა ქონდა, ვისაც რაღაცა და რაღაცა უნარები აქვს, ხო? დანარჩენი ყველა ბოროტებაა და ისინი, რასაც ისინი აკეთებენ, არ არის ბოროტება. ხო, ანუ რა ხდება ახლა? 92% სიმართლე რო არის, საიდან ვიცი ახლა მე აქედან და რა გამოცდილება მაქვს ამასთან დაკავშირებით. მეგობრო, მინდა გითხრათ, რომ აი ამ არაჩვეულებრივ ხელსაწყომ, აი ამან კი არა და აი ამან სხვათა შორის ეს იგივეა რა, ეს ერთი და იგივეა. მაგრამ მაშინ ესენი არ მქონდა ჯერ. მაშინ მარტო ესენი მქონდა გადაღუნული მართულები, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით აუცილებლად ეზოთერული აქტივიზაცია უნდა გქონდეთ თქვენში, რომ იცოდეთ რას ეკითხებით და როგორ და ინტუიციაც რა თქმა უნდა, რომ ინტუიციურად კითხოთ, თორე ისე მარტო ესე რო არაფერი არ იცით და მარტო ამან გითხრათ, რამე ეგრე არ ხდება. ინტუიციურად, როდესაც მე გრძნობდი, რომ რაღაცა არ არის ის ენერგეტიკული ველი, ჩემი ენერგეტიკული ველი, როგორც უნდა იყოს და რაღაც ნიშნები მომდის, ვკითხე ამას, არის თუ არა ჩემს სახლში ჯადო. და დამიდასტურა, რომ არის. შემდეგ ვკითხე თუ სად არის, თუ შეუძლია რომ მიმიყვანოს და მიმიყვანა სხვათა შორის. და ისეთ ადგილზე მიმიყვანა, რომ უჯრებით სავსეა, ხო? უჯრებით სავსეა. ნუ ახლა რას ვიდე, ხო, ყველაფერს სხვა რა მოვიღებ და ყველა კითხვას სხვა დაუსვავ, რა, აი რომელი და რა. და საბოლოო ჯამში ინტუიციურად გამოვიღე ერთი უჯრა, ნუ რა თქმა უნდა ინტუიციურად გამოვიღე ერთი უჯრა და გადავდე ცალკე და ვკითხე, რომ არის თუ არა ეს ჯადო ახლა აქ. და მითხრა, რომ არა. მაშინ მივედი უჯრასთან და ვკითხე, რომ არის თუ არა ჯადო აქ. და მითხრა, რომ კი არის. აღარ მიკითხავს არაფერი მეგობრებო. უბრალოდ ინტუიციურად ვიგრძენი სად უნდა ყოფილიყო ჯადო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯადო იყო ჩემს ჯადო იყო გაკეთებული რამდენი ღილია, ხო? ალბათ 1-200 ღილი მიიყრია საღილეში, ხო? ინტუიცია მეგობრებო, ყველაფერს ინტუიცია. ანუ ინტუიცია სული წმინდა არის. ინტუიცია დიდად არ მიძებნია. ინტუიციურად ვიგრძენი, რომ აქ რაღაცა ღილზე არის რაღაც და მართლაც ავიღე ეს ღილი, რომელიც თვალსაჩინოდ ჩანდა. და ვნახე, რომ ამ ღილზე არის ჯვარი, 2 ცალი ჯვარი დასმული. გადავდე ეს ღილი
და ვკითხე, არის თუ არა ეხლა ის ჯადო აქ და მითხრა არა. მივედი ამ ღილთან და ვეკითხები, არის თუ არა ეს ის ჯადო, რომელზეც შენ მითხარი და მითხრა რომ კი. სხვათა შორის მეგობრებო, ავიღე ეს ჯადო, იმ ღამით გავაკეთე ეს ყველაფერი. იმ წუთშივე ავიღე ეს ჯადო, გავიტანე გარეთ და დავწვი. ღამის პირველის ნახევარი იყო. ამ დაწვის დროს სრულიად სოფლის ძაღლებმა დაიწყეს ყმული. ესე იგი, მთელი სოფლის ძაღლები აყმულდნენ. იყო ძალიან სერიოზული ჯადო, სასიკვდილო ჯადო იყო გაკეთებული. მოკლედ, ამ ჯადოს მიხედვით, როდესაც დაიწვა ეს ჯადო და როდესაც განადგურდა ეს ჯადო, ну, რა თქმა უნდა, გამოვიკითხე ისიც თუ რომელი პირისგან შეიძლება და ყოფილიყო, ინტუიციურად, რა თქმა უნდა, ვიცოდი უკვე ვინც იყო ეს და უბრალოდ არ მინდოდა დამეჯერა, რომ ეს ქალბატონი შეიძლება ყოფილიყო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეგობრებო, ამ ქალბატონს იმ დღეებში დედა ცუდად გაუხდა. 5 თვის მერე ეს ამ ქალბატონის დედა გარდაიცვალა. ხო, ახლა მოდით და იკითხეთ, არის თუ არა ეს მართალი და არის თუ არა ის, რაც შეიძლება ბოროტი ძალისგან მოდიოდეს. მე გეტყვით ერთ რამეს რა. საკითხი, რომელიც შენ გეხმარება შენი საკუთარი თავის გადარჩენაში, არ შეიძლება რომ იყოს ბოროტი ძალების მიერ. ბოროტი ძალების მიერ არის ის საკითხი გაკეთებული, რომელიც აი თქვათ ის ჯადო, რომელიც იმ ქალბატონმა გააკეთა ჩემს სახლში. ხო? ძალიან სამწუხაროა ასეთი რამეები, მაგრამ ეს ქალბატონი ისეთი ძალიან კეთილი ქალბატონის როლს თამაშობდა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა ადამიანი, რომ აი ესეთი რაღაც, მაგრამ შინაგანად ეხლა ჩემნაირ ადამიანს ვერ მოატყუებს ვერც ერთი ასეთი ჯადოქარი, ისეთი ჯადოქარი, ლამაზ თვალება კეთილი ჯადოქრები რო არიან ხოლმე და შინაგანად, ესე იგი, 1 წლის განმავლობაში აი ეს ჩემს ძალს შინაგანი და ძალს ის მეუბნება შინაგანი, რომ აქ არ არის რაღაც სწორი, აქ ეს ქალბატონი არ არის მართალი და ძალს აქეთ მე ჩემ თავს რომ ვეწყობები, რომ გაანებე თავი, არ მინდა რომ იყოს ესე, რასაც შინაგანი მეუბნება და საბოლოო ჯამში, აი უკვე მესამე ადამიანისგან მივიღე შენიშვნა, რომ ამ ქალბატონს, ну, ენდობი, ხო? აი შენიშნა ისე რომ ამ ადამიანებშიც უკვე სულიწმინდამ დაიწყო ყვირილი, გესმით, რომ რაღაცა საშიშია რა, თამარ და მიხედე ამ საკითხს და იმ ღამესვე ავდექი და მივხედე მაგ საკითხს და მართლაც რისიც აი ფიქრობდი, რომ სამწუხაროდ რისიც მეშინოდა, რომ ეს ქალბატონი მართლაც ესეთი აღმოჩნდებოდა, მართლაც ესეთი აღმოჩნდა. და სწორედ მაგ ქალბატონს გარდაეცვალა დედა. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე არანაირ ჩხიბაობას არ მივმართავ, მეგობრებო. ერთადერთი მე რაც შემიძლია გავაკეთო, შინაგან ხვას ვეკითხები და ეს არის ჩემი შინაგანი ხვა. ეს არ არის რომელიღაცა სულის გამოძახება და იქ ზეციური ძალების შეწუხება და ერთი წუთი დედიკო, ხო ხედავ რაღაცას და ვიღაც ანგელოზების გამოძახება, რასაც ძირითადად ეხა ანგელოზების გამოძახებას გველუკაშვილი გვასწავლიდა და მე ფიქრობდი, რომ საჭირო ანგელოზმა თვითონ იცის, როცა უნდა მოვიდეს და როცა არა და შენი გამოძახილი ეხლა ესეთი ტიპი გამოდიხარ რა, რომ აბა ეხლა ანგელოზო მოდი აქ ჩქარა, შემისრულა ის რასაც გეტყვი რა. ესეთი ტიპი რა, წარმოიდგინეთ ეხლა ჯადოქრების სკოლები ხო გაიხსნა და როგორი ჯადოქრების სკოლები გაიხსნა, იცი? აი ზუსტად ეგეთები, სულ ზიან და ტიპები ფიქრობენ, იმხელა კადნიერებაში არიან, რომ გონიათ, რომ ამის უფლება გააჩნიათ, რომ ანგელოზი გამოიძახონ და მარტო იმიტომ, რომ გამოსცადონ, აბა მართალია თუ არა ეს გამოძახება,
ანგელოზები თავისთან მოიძიონ. და საკითხავი რა არის, მოიძიონ კი თავისთან მოიყვანონ და მე მადლობა უთხრან და გაუშვან. აი, წარმოგიდგენიათ რამხელა ამ პატავნებაში არის კაცობრიობა დღეს ჩავარდნილი და ასეთ ადამიანებთან თვით მღვდლებიც კი მიდიან სხვათა შორის. ახლა მარიამ ციმიტიესთან მთელი ისეთი ხალხი დარბის, რომ საშუალო პირებად მოხსენიებული და რა ვიცი. ხო და ძალიან დიდებლები დარბიან ასეთ ჯადოქრებთან, მაგრამ ჩემნარი ჯადოქრის, რომელიც ასეთ არც ჭრიბაობას მიმართავს, არც რაიმე საკითხის თხოვნა, აი, გეუბნებით რა, რომ ღმერთს სურვილებს არ თხოვნით კი ხალხო. მხოლოდ ერთადერთი როცა გამამწარებთ ხოლმე ძალიან მაშინ თხოვ ხოლმე ისიც ნებითა შენითა თქო რა, ვეუბნებით. როცა ჩემი პირიდან გამოდის წყევლა და გინება. გინება იმდენად არა, წყევლა როცა გამოდის რა. იმიტომ რომ ახლა ნახეთ, თქვენ ხართ 50,000 და მე ვარ ერთი. 50,000 ენერგეტიკულ სიმყრალეს ერთმა რო გაუძლოს, ხო? ძალიან დიდი ნებისყოფა და მოწყილება სჭირდება. 50,000 ადამიანის გამოყლინჯებულ კრიტიკას რო გაუძლოს, ხო? რომ გეუბნები რომ მე შენთვის კარგი მინდა და შენ ჩემთვის მარტო ის გინდა რომ ილია მეორე დაიცვა და მე მაგინო და თავზე რა ვიცი რა მაყარო, ხო? აი ესეთ ადამიანების გაძლება ძალიან რთულია, იცოდეთ რა, ერთი ადამიანისთვის და მეორე კიდე ის რომ მე მაგრად მიგვი შემითავის რომ მართლა ძალიან მწარე და ვიყენებ იმ საკითხებს, იმ უნარებს, რაც მე გამაჩნია რა. მიკვირს და გამკვირვებია, მაგრამ მადლობა უფალს რომ სწორედაც რომ ამის უნარს მაძლევს რომ არ ავდგე და სრულიად ეირი არ დავწყევლო მთლიანად რა. იმიტომ რომ გეუბნებით რა, აი ის რასაც თქვენ აკეთებთ დღეს, ამას თამარ მეფე კი არა, დავით აღმაშენებელი კი არა, თვით იესო ქრისტე ვერ აიტანდა, რო იცოდეთ რა. და აი, როდესაც ახლა ეკითხები შენ შინაგან ხმას, ხო? ეს რატო უნდა იყოს ეს ვერ ხვდები, ეს რატო უნდა იყოს ან სატანური, ან ცუდი, ან ბიჭო, სატანური და ცუდი მე ვიცი არის ინცესტი, კაცკლა, აბორტი, კაცკლაში შედის, ვერცხლმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, რომელშიც არის ეს ხუთივე რაც შემოვთვალე, ყველა ეკლესიაშია შესული და დიდი პროცენტით. პატარა კი არა, დიდი პროცენტით. მამად მავლობა, მრუშობა. აი ეს ყველაფერი ახლა 7 ჩამოვთვალე, ხო? ყველა არის თქვენ სასულიერო პირებში და მე მეტაკებით ხოლმე. ბიჭო, მე რას მეტაკებით? მე კარგის მეტი თქვენთვის არაფერი გამიკეთებია, გეუბნებით რა. რაც ვამხილე, ჩემს გარდა ვერავინ ვერ შეძლო, რომ ილია მეორე ემხილა და კიდევ გარეთ ყოფილიყო, ცოცხალი. ან საზღვარად გარეთ გააქციეს, ან ციხეში ჩაამწყდიეს, ან საგიჟეში შეამწყდიეს, ან კიდე მეშვიდე საფრთხეზე გამოკეტეს. გეუბნებით მეთქი რა, ჩემზე უკეთ ვერავინ ვერ შეძლო ილია მეორის მხელა თქო რა. და რატო? რისთვის და ჩხიბაო? რომ ჩხიბაობდე, იცი რამე, ეხლა რა დღეში, მე რომ ჩხიბაობდე, ეხლა რა დღეში ვიქნებოდი, იცი? მაგათ ვინ გადაურჩებოდა, ბიჭო? მე ოღონდაც მე მჩხიბავა და მაგათ ხელში ვიქნებოდი ეხლა. ვინც ვერ მჩხიბ, ანუ ნახეთ რა დაცვა არის ახლა ჩემს თავს, რა გეტყვით, რა წმინდანი ხარო რომ მეუბნებიან, წმინდანი ხარ და მაგით რო შურთ რამდენიმეს. ბიჭო, ჯერ შენ რას უყურებ, წმინდანი ვარ თუ არ ვარ. მე რას ვაკეთებ? ხე ნაყოფით შეიცნობა, ხო? ის ნაყოფი რა გამოვიღე, რა ნაყოფი გამოვიღე, იმას უყურე? ვერ უყურებ. არა, შენ გინდა რომ დაინახო მხოლოდ ცუდი. მხოლოდ ნეგატივზე მოახდინო შენ ჩემთან კონცენტრაცია
და ის გინდა რომ აი ილია მეორე აგინა და რომ ვაგინე ის გამოიკვლიე რატო ვაგინე და რომ ვაგინე სამართლიანად ვაგინე თუ არა ის გამოიკვლიე და რომ გითხარი რომ მკვდარია თქო გამოიკვლიე რომ მკვდარი იყო არ გამოგიკვლევია ხო და რომ მოკვდა და რომ გითხარი რომ მკვდარია მეთქი და მოუხდება მეთქი ეგრე თქო ამაზე რომ ახტი და დახტი რატო მანამდე არ ახტი და დახტი იცით რამდენი რამეები გითხარით მანამდე და ახლა თქვენ გინდათ მითხრათ რომ ეს არა ქრისტიანულია მე გეტყვით ეს არის ზუსტად ის ქრისტიანული რასაც გეუბნებ ქრისტეს შინაგანში იმოგზაურეო რა შენს შინაგანში იმოგზაურეო და ეს რას აკეთებს თუ არა შენ შინაგანი გამოაქვს გარეთ შინაგანში გამოგზაურებს ეს გაძლევს პასუხებს აქ არაფერი არ არის დარღვეული ქრისტიანული რა ქრისტიანული დარღვეული ქრისტიანული რა არის იცით დარღვეული ქრისტიანული არის ვიღაცა რომ აი ესეთ რაღაცა ქუდებს დაიდგავს თავზე და დაიწყებს მე ვარ მომისვინეთ მე უნდა გიქადაგოთ ქრისტეს სახელით აი მხოლოდ ქუდა ჯავახანა ქუდები მოიცე მართლა ძალიან საინტერესო რაღაც ვიგრძენი ახლა მეგობრებო ძალიან საინტერესო რაღაც ვიგრძე ეს ხო სპილენძია და ეგრევე დაიწყო შემათავმა ბჟუილი უკვე ჩამოიკვირთა ეხლა ხვდები რატო უნდათ მღვდლებს მეუფებს ასე შემდეგ ასეთი მეტალის ჯავახანა ქუდები თავზე ინფორმაციებს იღებენ ინფორმაციები მოდის რა სერიოზული იცი აი თლიანად თავი გამიხურდა ეხლა მუშაობს მთელი ინფორმაციული ველი მოდი ისე დავიდებ თავზე იქნებ რაღაც ინფორმაცია მივიღო კიდე დამატებით გარედან ვიღაცამ დაწერა ეს რა ყლექალიაო რა ესე დაწერა და მოდი აბა განვიხილოთ სიტყვა ყლე ყანი ლასი და ენი ანუ ენის ყანის ენი და ლასი ხო ლასის არე ყლე იცით რას ნიშნავს მეგობრებო ლაზარეს ენით თუ გინდათ რომ გაიგოთ და ვიღაცამ კომპლიმენტი მითხრა ესე იგი ყანა არის საერთოდ მთლიანად ხორბალს აგერ ჩვენ ახლა დღეს ხორბალს ზრდით რომ აღდგომას დავახვედროთ ხორბალი არის ყანა კი არის ის საზოგადოება რომელსაც ღმერთი თავის რჩეულ ადამიანებად მიიჩნევს თუ ყანის ლასი და ენი ხარ ჩემზე თქვი ხო ყლე ხარო ხო ანუ ყანის ლასი და ენი ხარ ესე იგი მე გამოვდივარ ამ საზოგადოების ენა ანუ ის პირი რომელსაც აქვს უფლება და აქვს ნებადართული აქვს რომ ილაპარაკოს აი ამ ყანის ლასის ენით გესმით ხო ნახდება მეგობრებო ბილზი სიტყვა არ არსებობს თუ კი ლაზარეს იცნობთ ხო და რა ვიცი მე მგონი ეს გვირგვინი ძალიან მომიხდა იმიტომ რომ თავში მართლა ბჟუილი გასდის ამ რაღაცა სპილენს სხვათა შორის ეს იცით ვისი ნაჩუქარია ეს გვირგვინი ეხლა გაგიკვირდებათ და უნდა გითხრათ მეუფე ჯოჯუასი მეგობრებო მეუფე ჯოჯუასი გზავნილია ჩემდამი არ ხუმრობ მართლაო ეს ვაზა მეუფე ჯოჯუამ გვაჩუქა რა ვიცი მეტყობა მაგისთვის რომ თავზე დამედო წინასწარი იგრძნო იმ კაცმა რაღაც კაი მეყოფა გვირგვინოსნობანა გახურდა თავით და მეტალით მოკლედ ერთი სიტყვით აი ეს ბიოლოგაცია ძალიან სერიოზული რამეა ეს ჩემთან ძალიან კარგად მუშაობს და 92% სიმართლეა რასაც ეს მეუბნება და სხვათა შორის თამარ მეფის აკეთამასთანაც მიმიყვანა ოღონდ არასვანეთში აქ ჩვენთან აქ ახლოში ეხლა ვიღაცა იკითხავს რომ თამარ მეფის აკეთამა ხო სვანეთშიაო კი მეგობრებო თამარ მეფის აკეთამა სვანეთშიც არის და 9 კუბო გამოიტანეს რას ნიშნავს იცით 9 კუბო გამოიტანეს ნიშნავს უამრავი კუბო გამოიტანეს თამარ მეფის სასახლიდან
უამრავი კუბო რატო გამოიტანეს იცით მეგობრებო? თამარ მეფემ თავისი მთელი ბიბლიოთეკა გადამალა თავის საფლავებად. და ამიტომ ამბობს სამარი ვინც იპოვოს ეს ადგილიო, ის იყოს სიტყვაო, იმიტომ რომ თავდაპირველად სიტყვა იყო და მისი ბიბლიოთეკა კუბოებში გადამალა თავისი სახელით, თავისი კაბის სახელით. გესმით რა ხდება აქ, ხო? გესმით, ხო? ერთ-ერთ მათგანთან მივიყვანა ამან. ხო, და ერთ-ერთ მათგან მივიყვანა მათგანთან მივიყვანა წერილმა. ერთ-ერთ მათგანთან მივიყვანა მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ ის ადგილი შევისყიდე და მე ვიცი, რომ თამარ მეფის აკრამა არის იქ. შეიძლება იყოს იქაც. ხო, და რა ვიცი, ყველა მიმართულებით წაიღეს. ყველა მიმართულებით. მაგრამ თამარ მეფის ცხედარი რომ მიქონდა ორ პიროვნებას, ეს მე ჩემს ხილვაში ვნახე. მეგობრებო, ჩემი ხილვებიდან არც ერთში არ შემეპარება ეჭვი. არც ერთში ეჭვი არ მეპარება. ამიტომ მე ვნახე ერთი საკითხი, რომ თამარ მეფის აკლდამა ძალიან ბევრია, მაგრამ ერთ-ერთში არის თვითონ. და ეს ორი პირი, ვისაც თამარ მეფეს საკაცურით მიაბრძანებდნენ, ხო? არაკუბოთი საკაცურით მიაბრძანებდნენ, ეს პირები ღამით მიდიოდნენ ფეხაკრებით თოვლში. და ზუსტი ადგილი და მდებარეობა ამ საქმის, ხო, მეგობრებო, თვით თამარს არ ეცოდინებოდა, იმიტომ რომ თამარს ქონდა გეგმა, მაგრამ შესრულდა თუ არა თამარის გეგმის მიხედვით, ეს არ ვიცით. გესმით რა ხდება, ხო? თამარის გეგმის მიხედვით შეგვიძლია დავუსვათ კითხვა. კარგი აზრი მომაკონდა ეხლა, მოდი. შესრულდა თუ არა თამარ მეფის დაკრძალვის გეგმა თამარ მეფის გეგმის მიხედვით. შეიძლება თამარ მეფესთან დაკავშირებით კითხვები დავსვა? შეიძლება, მაგრამ არ არის ძალიან მოხარული ამაზე. აი, მაშინ არ დავსვავ კითხვებს. მოკლედ ერთი სიტყვით არ დავსვავ კითხვებს, იმიტომ რომ არ არის მოხარული ამ საქმესთან დაკავშირებით. კითხვები დავსვა ახლა მე თამარ მეფესთან დაკავშირებით, ხო? ეხლა რაც შეეხება იმას, რომ აი ხო შეიძლება რომ ადამიანმა იფიქროს, რომ მე ვარ გიჟი, ხო, გადარეული და რეებს ლაპარაკობს ეს გოგო და მართლა იფიქროს, რომ აი ხა რა, რომ თამარ მეფე გონია თავი? არა, შესაძლებელია ადამიანებო, იმიტომ რომ მე მესმის ამ ხალხის, იმიტომ რომ იმდენად გამოულაყეს ამ კაცობრიობას თავი, ისეთი უაზრო რაღაცეებით და მარტო იმიტომ რომ ადამიანებს იმხლა ტვირთიადებს თავზე ვალები, პრობლემები, ყოველდღიური გადასაწყვეტი საკითხები. მე ძალიან ბევრი დრო მაქვს საერთოდ ღმერთისგან ბოძებული, იმიტომ რომ მე გავითავისუფლე თავის სისტემისგან
რა თქმა უნდა უფლის დახმარებით და მადლობა ამისათვის უფალს რომ მე მომანიჭა ეს ძალა რომ გავთავისუფლებულიყავი ამ სისტემისგან მეც ვიყავი თქვენ დღეში მეც ყოველდღიურ გასაჭირში ვიყავი და ყოველდღიურ მუშაობაში არავინ არ იყო ჩემი ბიძია და მამიდა და დედა და მამა და ბაბუა ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი დაფინანსებასაც და სწავლასაც მთელი 11 წლის განმავლობაში, ხო? 18 წლიდან 31 წლამდე. 18 წლიდან 31 წლამდე საკუთარ თავს თვითონ ვუვლიდი და სავარაუდოდ ეს იყო ის ჯოჯოხეთი, რომელიც ჯოჯოხეთშიც თვითონ თქვენგანია. სანამ ბოლოს არ გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა ამ ჯოჯოხეთში, მინდა გამოსვლა აქედან. და რა თქმა უნდა იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მე თავი გავითავისუფლე ამ სისტემის ჯოჯოხეთური რაღაც სატანჯუელისგან, თავისთავად გაიხსნა ის ინფორმაციები, რასაც ძირითადად კაცობრიობის მისია უნდა აკეთებდეს კაცობრიობა, დავალება, მაგრამ არ აკეთებს, იმიტომ რომ აი დაკავებულია სხვა საკითხებით, მაგალითად ჭამითა და განავლით, უკაცრავად რა ეგრეა, ნამდვილად ეგრეა. ხო და ადამიანი როდესაც გადაწყვიტავს რომ ღვთიურს მინდა შეუერთდე და ვემსახურო მას თავისთავად ირთვება ავტომატურად ღვთიური ძალების ჩარევა. ეხლა მართალი გითხრათ მე როდიდან დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი 2014 წლიდან, როდესაც დავალება მივიღე იცივ სასულიერო პირიდან. თორემ მე ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობდი 20 რამდენი წლის ვიყავი 27 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ ფილმების გადაღებით ვიყავი დაკავებული და რაღაც რეჟისორობით და ჩემი საქმეებით რა ხო ხდებით ხო და როდესაც უკვე ლეციური მისია ჩაიდო ჩემთან, ხო, გააქტიურდა იმასაკში, როცა უნდა გააქტიურებულიყო. აი, აქედან მოყოლებული იყო სულ სხვა ენერგეტიკულ ველში მოვხვდი და ამ ენერგეტიკულ ველს თქვენ ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ თქვენ უნდა იყოთ სულ ცოტა გათავისუფლებული ამ სისტემებისგან, რომ გაიგოთ რა თქმა. Alles okay? Wer dir nicht dazu kommen, ihr live macht? Gleich, ახლა დედიკო. ერთი წუთით რა, გეყოფათ, ხო? ნიკოლოს, მოდი ჩემთან დედიკო, მოდი. ნიკოლოს. ძალიან ხმაურობ და ვეღარ კონცენტრირებ. კონცენტრაციას ვერ ვახდენ. ნიკოლოს, აბა რამდენჯერ უნდა დაგიძახო, ვერ გავიგე. მოდი წავიდეთ. Pop. Jetzt mach die Tür zu, ja? ხო, გავაგზავნოთ. არის ესეთი მომენტებია, შენ როცა დრო გაქვს, ამ დროს ბოროტი ცდილობს, რომ ბავშვებში შეიჭრას და ხელი შეგიშალოს. არა უშავს მეგობრებო, იცით რა არის? საქმე იმაშია, რომ თქვენ დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ, ამას დიდად მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს ისიც რას? რატომ არ გინდათ რომ დაიჯეროთ, ხო? აი, საკითხავ იცით რა არის? რა გიშლით ხელს რომ ეს დაიჯეროთ? ის ინფორმაციები, რასაც მე გიმხელთ, არ გადაგიმოწმებიათ არც ერთხელ არც ერთს. და ჩემს წინააღმდეგ მაინც რაღაცეებს წერთ, ხო? კაი, დავიჯეროთ ვთქვათ, რომ ყველა მოსყიდული ხო არ ხარ, ზოგიერთი მართლა წერთ ესეთ რაღაცას, რომ გჯერათ იმის, რასაც წერთ. აი, ახლა მე რაც გითხარით ამანობის აკდამასთან დაკავშირებით, გადაამოწმეთ ეს თემა. არ გადაგიმოწმებიათ, ხო? კაი, ვინმე მოხვედით ჩემთან და მითხარით, რომ თამარ, იცი რა, აი ვერ გავიგე რა, რას ლაპარაკობ რა. წამოდი, აბა ერთად ავიდეთ იქ რა. ვინმე გააკეთეთ ეს? არა, ხო? აი, ვიღაცას გონია, რომ გიჟი ვარ და რამდენს გინდა იმდენი გავიცანი და დამიმოიგობრდნენ მე ეს ხალხი თავიდან გიჟივე გონე და ეხლა მეგობრები არიან, ხო? ვიღაცას გადაგიმოწმებიათ ეს საკითხი, გიჟი ვარ თუ არა? მართლა?
აი მოსუხართ ჩემთან პირისპირ და გაგიცვლიათ 1-2 სიტყვა ჩემთვის? ჩემთან? არა ხო? არა ხო? არა. თუ თქვენ კრიტიკას მიგზავნით თამარ მეფესთან დაკავშირებით, ესე იგი რაღაცა მხრივ გაინტერესებთ თამარ მეფე, ხო? და საინტერესო რა არის, იცით, თქვენ გაინტერესებთ თამარ მეფე, მაგრამ როდესაც ინფორმაციას გაწვდიან, იმ ადამიანს დასცინით. და რატო ხდება ესე? ანუ თქვენ იგივე საკეთებთ, რაც რაბებმა გაუკეთეს ქრისტეს, რომ შენ ხარო, იესო ქრისტეო, ჯორზე შენ ამხედრებულიო, ეს სასაცილო ადამიანი ხარო შენ და შენ გინდა რომ თქვაო, რომ ჩვენი მეფე იქნებიო? ანუ ამ შემთხვევაში ეხა ისე მეფის საკითხი ის არის, რომ ადამიანი მოდის და ესენი ელოდებენ რაბები, ოქრო ვერცხლებში გამოწყობილ, თავზე ჩაფხუტ დაფხობილ, ვიღაცა მეფეს, ნუ ესეთ გაწკიპინებულს. როგორც თქვენ ელოდებით ალბათ თამარ მეფის გამოჩენას, ხო? ესეთი თამარ მეფე, დიადი. იცით თამარ მეფის სიდიადე რა იყო ძირითადად მისი სიდიადე? ძალიან უბრალოება. იცით უბრალოება რას ნიშნავს? უბრალოება არ ნიშნავს იმას, რომ დაითხაპნი სახეზე რაღაცებს, გაიკეთებ ლამაზად თმებს და ჩაიცმევ კოხტად. ეს არ არის უბრალოება. მეგობრებო, უბრალოება არის ის, რასაც ქვია უბრალო. ბრალი არ გაქვს. და ბრალი რა არის? ბრალი რაში შეიძლება დაგდოს ადამიანმა? ბრალი შეიძლება ადამიანმა დაგდოს ვერცხლთმოყვარეობაში. ბრალი შეიძლება ადამიანმა დაგდოს პატივმოყვარეობაში, ასევე მკვლელობაში, ასევე მუცელთმოყვარეობაში, ასევე. აი, უბრალო რას ნიშნავს, იცით? უბრალო არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეხლა თავში ჩამოიფხატავ რაღაცა თავსაფარს და უბრალო ხარ, დედავებს რო გონიათ, რომ უბრალოები არიან. არ ნიშნავს მაგას უბრალო, მეგობრებო. უბრალო ნიშნავს იმას, რომ როგორიც იყო ქრისტე, ისეთი გახდე. უბრალო. ბრალი არ ქონდა, მაგრამ მაინც დასდეს. და რა ბრალი დასდეს, რომ ის ვირზე შემოჯდა. და დასცინეს. ჰა, როგორც მე დამცინიან, რომ ამას უნდა რომ თამარ მეფობა? თამარ მეფეთ რომ მიგაჩნია თავი ქართული ისწავლე. ხვდებით ხო, რაშია საქმე? ესეთი ადამიანები მეუბნებიან ამას, ვინც თვითონ ქართული არ იციან. რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანები მეუბნებიან, თამარ მეფობა უნდა რომ რაღაცა ამბიციები თვითონ აქვს თამარ მეფესთან დაკავშირებით, ხო? ხო, ალბათ. ანუ ვის უნდა და მეფობა? მეფობა უნდა და კაიაფას. და მოვიდა ქრისტე და რეალურად დაინახეს, რომ ეს იყო ღვთისშვილი. ბიჭო, რა ვერ უნდა დაინახათ, ეხლა თვითონ არ იცოდნენ, რომ მარიამი ერთისგან ორსულად იყო. თავისი პირით არ უთხრეს ეს იოსებს. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ფიცი იმ წამის ბოლო მაკვირებსო რა, ესეთი რაღაცა და ზუსტად ეხლა თამარ მეფეს ყველას თავის თავში თამარ მეფე წარმოდგენილი როგორიც ყავს. არა, ისეთი კი არა ფრესკებზე რო არის. ფრესკებზე რომ მახინჯი თამარ მეფე არის დახატული ყველგან, ისეთი კი არ უნდა რომ წარმოიდგინოს. თამარ მეფე უნდათ რომ რაღაცნაირად ლამაზი წარმოიდგინონ. თამარ მეფის სილამაზე არც ერთ ფრესკაზე არ არის გადმოცემული. აბა მითხართ რომელი ფრესკა არის ლამაზად დახატული თამარი. აბა რომელ ფრესკაზეა თამარი ლამაზი. დამანახეთ ერთი რომელიმე ფრესკა რა. ყველა ფრესკა არის რაღაცა უაზროდ არ ვიცი, ხო. და რაც არის იმასაც შლიან კიდე, ხო და. ყველა ადამიანს თამარ მეფე წარმოუდგენია სხვანაირი, ვიდრე რეალურად თამარი არის. და არამც თუ წარმოუდგენია, არამედ გეუბნებათ ქალი, კაცო, მიცანით რამენაირად, რა ფრესკებზე როგორც ავარ, იმით მაინც მიცანით, აგერ ხალები ვთქვათ, ხო? ამასაც დასცინით და რა ყელზე რო ხალები აქვს, ჩემ შვილს ისიც თამარ მეფეა, ესეთი რაღაცა ძალიან დებილური რაღაცეებით გამოდიხართ რა და იცით რა არის? არ არის ეს გასაკვირი, რომ თქვენ არ გინდათ
ან ვერ ითავისებთ ამ საკითხს, რომ თამარ მეფე აგერ ცოცხალი დგას და გესაუბრებათ. იმიტომ რომ თქვენს თავში თამარ მეფე არის როგორი იცით? აი როგორც რაბების თავში იყო მეფე გაპიწყინებული და ოქრო ვერცხლებში. აი ეგეთი და ქრისტე რო ვერ იცნეს. ხო, თამარ მეფეც იგივე მდგომარეობაშია რა, რო იცოდეთ ახლა რა. ყველას თავში თამარი აქვს რა წარმოდგენილი, ესეთი ნაზი, საყვარელი, ესეთ კდემამოსილი. ესეთ სიტყვებს არ იტყვის და რეალურად როგორც იყო თამარი, ფეხზე კიდია ყველას რა. ფეხზე კიდია გეუბნებით ნებისმიერ ქართველ მანდილოსანს, თუნდაც არამანდილოსანს კითხეთ, თუ რამე იციან თამარ მეფეზე, გარდა იმისა, რომ ის იყო რაღაც ჩამოთვლილი აქვს, აი რაღაც ფეხიშველი დადიოდა და ის ფეხიშველი რო გავიარეთ, გაიცინეს, ვერ გაიგეს რატო დავდიოდა ფეხიშველი. თამარ მეფე რო დადიოდა ფეხიშველი, ის დიადი იყო. ხო, ჯვალოეცვა შიგნიდან, ხო, ისეთი იყო, რომ რა ვიცი მე რა იყო თამარ მეფე, რა იყო არ იცით, ხო? არ იცით, ხო? არ იცით და არც ეძებთ. მაგრამ გინდათ კრიტიკა. ბიჭო, თუ არ იცი და არც ეძებ, მაშინ დაეტიე შენს ტყავში რა და ნუ კრიტიკას ნუ გამოთქვა. გესმის? თორე კრიტიკა გამოთქვი, თქვა. იყავი კრიტიკული, რაში გაწყობ? ანუ რას გმატებს ეს კრიტიკა, ხო? აი რაღაცას შეიძლება იცავდე ადამიანი, ხო? აი მაგალითად ეხლა გამოდგა მთელი საქართველო და დაიწყო თავის ღირებულებებზე და ღირსებებზე კრიტიკა რობერტ სტურას დაუწყო, როგორ გაბედო და სცენაზე როგორ გააშიშლა ხალხი. ბიჭო, თუ ეგრეა, აგერ ილია მეორემ ხელი დაასხა ბუზალაძე ნუცას, რომელმაც ტრაქშიშველი და ძუძუებ გადმოყრილი ევროვიზიაზე წარგვადგინა ქართველი. აი, მაგაზე მახსოვს, რომ მერაბონიანმაც კი გააზიარა და მოეწონა ძუძუებ გადმოყრილი და ტრაქ გადმოგდებული ნუცა ბუზალაძე, რომელსაც ილია მეორემ ხელი დაასხა, რომ წადი საბოზაოთო რა, აი სცენაზე ბოზურად წარმოგვადგინეო რა და ამაზე ხმა არავინ არ ამოიღო თქვენი დაატირებულებოდა. ეხლა რამ გამოგაშტერათ ბიჭო? ამ კაცმა დადგა ის რაც დადგა. ვეფხის ტყაოსან შეეხო? ლაისლაპალაკო ვეფხის ტყაოსან შეეხნენ. და როგორ შეგვინაცხა ის შეურეჭყოფა მიაყენა ვეფხის ტყაოსან რობერტ სტურიამ. თქვენ ვერ ხართ თქვენ ჭკუაზე, ხო? რა ვეფხის ტყაოსანი, რასაც უნდა იმას იზავს, ხელოვანია კაცი თქვათ, ხო? თუ უნდა აიღებს ფალოს და დადგავს სცენაზე და იტყვის, რომ აი ეს არის ჩემთვის შოთა რუსაველი. ხელოვანია კაცი, რას მოკითხავთ? მოკითხავთ რამეს? ხელოვანია რა. და ამაზე აღზევდა და აყვირდა და აჩუჩუნდა მთელი საქართველო. რა ხდება ხალხო, რა არის ეს? რაც საყვირალია, იმაზე არ ყვირი ხართ. საყვირალი რა არის, იცით მეგობრებო? მედია რომ 24 საათი გატყუებთ და ტყუილებში რომ გაცხოვრებთ და 24 საათი ჩართული რომ გაქვთ ტელევიზორი და ამას ვერ აპროტესტებთ. აი საყვირალი ეგ არის ხალხო. ილია მეორემ რომ 70,000 ადამიანი მოგინათლათ და ინცესტში ჩააგდო, საყვირალი ეგ იყო ხალხო. მაგან გარყნა და ეგ არის გარყვნილება და არა ის რასაც რობერტ სტურუ ააკეთებს თუ ვინც არის. საყვირალი რა არის, იცით? ქრისტეს სახელით რომ ეს საზოგადოება სინოდია თუ ვინც არის, ხო? მეუფეთა წარმომადგენლობა დადგა და ქრისტეს სახელით სავაჭრო ცენტრად აქვს გადაქცეული სრულიად ეკლესიები. კიდევ ისევ და ისევ ბიჭო 2000 წლის მერეც გადავირიერა. თითქოს ადგილები არ იყოს, სადაც შეიძლება ადამიანმა ივაჭროს. სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, რეები აღარ გაიხსნა ბაზრები, გაიხსნა ინტერნეტი. არა, ეკლესიაში მაინც უნდა ივაჭრონ თურმე. ქრისტეს სიტყვის საწინააღმდეგოდ ჩვენმა მართლმა დიდებელმა მღვდელმა. შერყნა ეგ არის ხალხო, მეტი კი არაფერი. შერყნა არის ეგ. და ვიღაცა რობერტ სტურუამ რომ რაღაცა შოთა რუსაველი გაუპატიურა
სცენაზე, ეგ არაფერი არ არის ხალხო. არ მიხვიდე იმ სპექტაკლზე და მორჩა. არ იყიდო ბილეთი და მორჩა რა. რა გინდა რომ გააპროტესტო, რომ ხელოვანმა რატო დაინახა ისე როგორც დაინახა? ეგ გინდა რომ გააპროტესტო? ეგრე მაშინ შიშველ ქალებს რო ხატავენ, იმათაც გაუპროტესტეთ, რატო ხატავენ შიშველ ქალებს? ვეფხისტყაოსანი რომ სკოლებიდან გააქრეს, ეგ რატო არ გააპროტესტეთ ხალხო, გამაგებინეთ. და საერთოდ ვეფხისტყაოსანს ვინმე უყურებს? თურმე სწოდნია ქართველ საზოგადოებას რომ ვეფხისტყაოსანი გვაქვს. რა კარგი რამე მომხდარა. არა, იცით რა? თქვენ ზუსტად იცით რომ იმ დაგროვილ სიბოროტეს, რომელიც თქვენშია, ამ კრიტიკაში არავინ არ წაგიყენებთ ბრალდებას და ყველამ ამოიყარეთ და მიასხით იმ ადამიანს, რომელიც საერთოდ რა შუაშია ვაფშე კრიტიკასთან რა. აი რა შუაშია კრიტიკასთან ვიღაცა მიღწევებული კაცი, რომელიც ფეხზე ვეღარ დადის და რაღაცა აუჩუჩუნდა და სცენაზე გადმოდო თავის იმ მსახიობების ძუძუები. აი რა გინდათ ეხა იმ კაცთან ვერ გავიგე, ეგრე კაიფობს და უხარია რა. არ მოეკითხება მაგაც ერის წაბილწვა. ერის წაბილწვა იცი ვის მოეკითხება? ერის მამად წოდებულს ვინც ყავდათ, რომელმაც წაბილწა მთელი ერი და მამათმავლებით გაავსო ეკლესია. იმას მოეკითხება. იმის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ, იმიტომ რომ ჩაგაჩემორებენ სახში და ან შვილით დაგემუქრებიან და ან კიდე შენი თავით. გაიგე? და ადგა ეს დაგრუზული ხალხი და მიახტა ეხლა ვიღაცა მიღრძევებულ რობერტ სტურუას რა. ეს არის თქვენი ვაჟკაცობა დღეს, მეტი კი არაფერი. და ილია მეორის გამო რომ სამშვილიან დედას აგინებ, ბიჭო. შენი დედა მოვტყანო ვიღაცა ხარ ეგ, რანაირი ქრისტიანი ხარ შენ, დედა ატირებულო რა. ფუ თქვენი, არ ვიცი რა. საბოლოო ჯამში ხართ ძალიან საფურთხებელი ერი რა. საფურთხებელი ერი ხართ რა. პირდაპირ გეუბნებით რა რობერტ სტურუამ თავზე დაგაჯვათ კი არა, უნდა დაგაფსათ კიდევაც რა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან გაინტერესებთ ქრისტიანობა რა არის და არის თუ არა ეს ქრისტიანული? ძალიან გაინტერესებთ? ეს წყვიტავს საქართველოს კეთილდღეობას, ხო? ეს წყვიტავს საქართველოს კეთილდღეობას, ხო? და ის არ წყვიტავს საქართველოს კეთილდღეობას, მე რომ გითხარით რომ წავიდეთ მეთქი შევიკრიბოთ და თამარ მეფის აკალდამას ყურადღება მივაქციოთ და იქნებ გავხსნათ მეთქი ის აკალდამა, ხო? არა, მაგ დროს გიჟი ვარ და ამ დროს არა ვარ გიჟი, ხო? აი რომელიმეს დაგიშვიათ ეგ საკითხი რომ იქნებ არა ვარ გიჟი და სიმართლეს ვიძახი და აი მართლა სიმართლე რომ აღმოჩნდეს ეს საკითხები მე რასაც ვამბობ. მე რას იზავთ? მე თქვენ გონიათ სადმე დაემალებით ვინმეს? თქვენ გონიათ რომ ვინმე სადმე დაემალებით ვითამარს? თუ ეგრე გონიათ, გეგონოთ და ვნახავთ რაც მოხდება. ხო, თქვენ ღმერთის გეგმებს წინ ვერ აღუდგებით და ღმერთის დაცინვა და სულიწმინდის დაცინვა იცი რისი ტოლფასია? გეტყვი, ქრისტეს სიტყვებია. მამა ღმერთს ვინც დასცინოს, ეპატიოს. ძე ღმერთს ვინც დასცინოს, ეპატიოს. მაგრამ სულიწმინდას ვინც დასცინოს, არ ეპატიოს. გესმის? არ ეპატიოს. არ გეპატიებათ რა. მერე ამოთხარეთ ეგ თქვენ ილია მეორე და იმან გიშველოთ რაც მერე დატრიალდება ყველაფერი. იმან გიშველოთ, იმან გადაგარჩინოთ და იმან დაგიცვათ. ხო. გინდათ ხო? გინდათ ხო ილია მეორე რომ დაგიცვით ხო? გინდათ ხო და მისი სული რო გაქრა მისი სული და რო აღარ არის როგორ დაგიცვათ? შეჭყოლები უჩეყოლელო. ერთი სიტყვით ესეთი მომენტია რა მეგობრებო, რომ პირდაპირ მნიშვნელობით თქვენი პოტენციალი რაც თქვენშია, გინდათ რომ გამოავლინოთ, მაგრამ ვერ ავლენთ იქ სადაც გამოსავლენია
და მე ვიღაცა გამოჩნდება ხოლმე ჩემნაირი და ხელოვანი რობერტ სტურუასნაირი და იმაზე გადაწყდება ხოლმე მთელი ეს თქვენი დოგმა და შური. მართლა გეუბნებით რა. მართლა გეუბნებით. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. სრულიად Facebook-იც კი ჩემს წინააღმდეგ არის, YouTube-იც სხვათა შორის ხო. მოკლედ კიდევ რა დამავალა მამაზეც იერმა რომ ასეთი ძალიან ძლიერი ვიღაც დამბადა რა და ამ ხელა განსაცდელებში მამყოფებს აი ამ ხალხის გამო. მაინტერესებს ძალიან კიდევ რა დამავალა მამაზეც იერმა. თქვენს კომენტარებსაც არ მაჩვენებს ხოლმე მეგობრებო რა. სამწუხაროდ აი ხა რო ვთიშავ მე ვხედავ რამდენი გიწერიათ და არ მაჩვენებს თქვენს კომენტარებს. უბრალოდ არ მაჩვენებს თქვენს კომენტარებს. აი ესე. სამწუხაროდ. ხო და რა ვიცი ახლა ვინ გიშველოთ, ვინ უნდა გიშველოთ თქვენ, ვინც საშველად მოვიდა ის არ გინდოდათ, ვინც თქვენ შესაჭველად მოვიდა ის გინდოდათ. ვინც თქვენ საშველად მოვიდა ეს იყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდია და ის ვერ შეიგნეთ და ვერ შეიცანით და ვერ შეირგეთ. მე ვერც ის ვერ შეირგეთ რომ ესე იგი ვერ შეიგეთ კი არა და ვერც ის ვერ განსაჯეთ რომ ზვიადი რომ მოგიკლეს კარგი ზვიადი მოგიკლეს იმისთვის პასუხი მაინც გეგებინებინათ ვინც მოგიკლათ იმისთვის ვინც ზვიადი მოგიკლათ ხო არა დაჩმორდით რატო დაჩმორდით იმიტომ დაჩმორდით რომ გესროლეს ტყვია იმიტომ დაჩმორდით რომ დაგემოქრნენ იმიტომ დაჩმორდით რომ შვილები მოგიკლეს და ეხლა თქვენი შვილები ზუსტად იმას ადიდებენ და აღმერთებენ ვინც ზვიადი მოგიკლა და ვინც დაგაჩმორა და ვინც მოგკლათ ხო ეგ იყო ილია მეორე შევარდნაძე მხედრიონის წარმომადგენლები და იმდროინდელი საზოგადოება ვინც საქართველოს ომი მოუწყო შიდა ომი მოუწყო თქვენ კიდე ის მხსნელად და აგერ ლამის არის ქრისტეს მამად მიიჩნიოთ ეს ილია მეორე და არ ვიცი რა ხდება სული კოცეთი ხდება კოცეთი რა არის იცით აი კარგი სიტყვა რა კოცნ არის ღებინება რა პირღებინება არის გერმანულად და აი პირდაპირ საღებინ რაღაცას აკეთებთ ისეც რომ აი მართლა აღებინოს ადამიანმა რა ისი რას ვამჩნევ ახლა მეგობრებო აი ეს ნაწილი შესაძლებია შევიდე ხო ანუ ბრეკეტები გავიკეთო თქვენ რას ფიქრობთ გავიკეთო ბრეკეტები შეწევენ ცოტა შიგნით ამას გაასწორებენ ზედა ნაწილი კარგად არის ქვედა ნაწილი დამიზიანდა ცოტა დამიზიანდა იმიტომ რომ იმიტომ რომ ისევ ექიმების სიდებილით ხო ეხლა რა ხდება მეგობრებო და ხდება ის რომ რაღაც მინდოდა კიდე მეთქვა და ვერ გამოვთქვი ისე როგორც უნდა მეთქვა რა აი რა მინდოდა მეთქვა იცით აი კი ჩემს მეგობრებს და ვინც გვერდში მითქახართ მაგაზე არ არის საუბარი რა იმ ადამიანებს ვინც მიყურებს და მაინც კრიტიკულად მიყურებს აი იმ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა ისეთი რომ ჩემს მდგომარეობაში შემოვიყვანო რა აი ხო შეიძლება ეხლა ადამიანი უბრალოდ მათ დონეზე აი მათ ენერგეტიკაში რომ შევიდე მეც შურიანი უნდა გავხდე და მე არ მინდა ეს შურიანობა აი როგორ გითხრათ რა შური არის ყველაზე საზიზღარი დემონი
აი ძალიან არ მინდა ამ დემონთან დაკავშირება, იმიტომ რომ ეს დემონი იმდენად რთული ვიღაცაა რა, ეს შური, რომ გაგანადგუროს შეიძლება. აი, ნახე რა მიგითხრათ რა. როგორ შეიძლება შურმა გაგანადგუროს? ხო, მაგალითად ხარ ხედავ ადამიანს შურს შენი. და შენ დახვედი მის დონეზე და შენც აი რაღაცნაირად ისე მოიქცი, როგორც ის იქცევა. იცი როგორი რამეა, რომ ვერ გამოასწორებ ამ ადამიანს მაგ შურით შურს ვერ გამოასწორებ. სიყვარულითაც ვერ გამოასწორებ შურს, სხვათა შორის შური არის ყველაზე რთული დემონი, რომელსაც მე პირადად ვერ გავუგე ჯერ. რა და როგორ მოვუარო, გესმით? ანუ შიში ძალიან ადვილად დასამარცხებელია ჩემთვის. შიშის დემონს ძალიან კარგად ვუმკლავდები. ჩემში კი არის ხვის შიშის დემონებს. ერთადერთი დემონი არის ეს შურის დემონი, რომელიც ძალიან გავწობილია და ძალიან დიდ ენერგიას მაცლის რა, შურის დემონი. შურის დემონს ამარცხებენ ასე, რასაც გასცემს შენიათი რა, წესით და რიგით. მაგრამ რადგან დრო იცლება და დროში ვითარდება, ანუ რეზისტენციული ხდება ეგ შურის დემონიც ამ საკითხთან დაკავშირებით, გაიცვით ეს რასაც გასცემს შენია, აღარ მოქმედებს მასზე. აიცრა, გესმის? და თუ კი შურის დემონი აიცრა, რასაც გასცემს შენიას ქმედებით, ხო? მაშინ არის მოსაძებნის სხვა ფორმულა. სხვა ფორმულა არის ასეთი, მეგობრებო. სხვა ფორმულა მოგვეწოდა სხვათა შორის ნიკოლოზ ნარიმანმა. ნარიმან მაგარაშვილმა. ეს ფორმულა არის ასეთი. ვერაფრით ვერ მოვიზიდე ხალხი, სანამ ფული არ დავურიგეო. ანუ ნახეთ, საინტერესო არის ახლა ხომ არის, რასაც გასცემს შენია. ხო, ენერგეტიკული დონე, რასაც გასცემს შენია, სიყვარულს გასცემ თუ ფულს გასცემ, ერთი და იგივეა. არა, ერთი და იგივე არ არის, მაგრამ შურისთვის ერთი და იგივეა პრინციპში. ხო, ანუ შურის დემონი როგორ შანს შეგიძლია იყიდო. ასევე შურის დემონით იყო იუდა და შეპყრობილი. აი, სხვათა შორის ერთი ყველაზე რთული დემონი, ერთ-ერთი ყველაზე რთული დემონი იმიტომ არის, რომ სწორედ აი ქრისტეს ცხოვრების ნიადაგიდანაც ხვდებით, რომ ეს შურის დემონი იყო ის, რომელმაც თან თავის საქმე გააკეთა და თან კიდე გაიფუჭა თავისი საქმე. რამე იწვება? ხო და დემონი, აი, რომელიც შეუჯდა იუდას, რომელიც შეუჯდა იმ ხალხს, ვინც ახლა მე შურის თვალით მიყურებს, ეგ დემონი ფულით შეიძლება მოისყიდო ჯერ კიდევ რა. მაგრამ არის მეორე საკითხი რა. ანუ თუ ადამიანი ქრისტეს მიღებს მისდევს, მას ფული არ აქვს. ეხლა საკითხი უფრო რთულდება და ფორმულა გამოსაკვლევია. ფული არ გაქვს და რა შეგიძლია რომ გასცე? რა შეგიძლია რომ გასცე იმისათვის რომ ეს შურის დემონი მოისყიდო, ვთქვათ. ანუ მოსყიდვაზე არ არის აქ საქმე. განეიტრალებაზე არის საკითხი, ხო? ფული არ გაქვს, ვერ გასცემ. სიყვარული არ სჭირდება. რა უნდა მისცე, თუ იცით? აი, რა უნდა მისცე შურის დემონს, თუ იცით ამ ფორმულის მიხედვით? მე უკვე გამეცა ახლა პასუხი. აი, ზუსტად ამ მომენტში გამეცა პასუხი. ქრისტემ გამცა პასუხი ეხლაც. შენი თავი უნდა მისცე. შურის დემონს მხოლოდ შენი თავის მიცემით დაამარცხებ.
ეხლა საკითხავია როგორ უნდა მისცე შენი თავი შეაწირინო თავი? ანუ როგორც ქრისტემ ჯვარზე გაეკრა? თუ როგორ რა მხრივ უნდა მისცე შენი თავი? ალბათ ვიცით. მე დაახლოებით ვიცი. სხვათა შორის გავაჟღერი კიდევაც ეგ ამბავი და ეხლა ხვდები რატომაც გამიჟღერებია. ანუ შურის დემონის დამარცხება მეგობრები ხდება ასე. დამარცხება არ ქვია მაგას. განეიტრალება. ჰალო! Habt ihr nicht gehört? განეიტრალება როგორ ხდება, იცით? მე ვარ შენ. რა გინდა ეხლა შემედავო რომ არა შენ არ ხარ თამარიო? ანუ იმასაც უნდა რომ იყოს და მე ვარ შენ და შენ ხარ მე. ანუ ჩვენ ერთი და იგივე ბედის გამზიარებლები ვართ. ანუ ამ შემთხვევაში არა ჯვარცმაზე მიდიხარ, არამედ მიდიხარ იმის გაერთიანებისკენ მიდიხარ. აერთიანებ. რომელმა ადამიანს ქრისტე ამბობს, ვინც ორი გაერთიანოს, ვინც გარედან შიგნით შემოიტანოს და შიგნიდან გარეთ გაიტანოს, ვინც ზემოდან ქვემოთ ჩამოიტანოს და ქვემოდან ზემოთ აიტანოს, ის იყოს სასუფეველშიო. აი ის ზუსტად მაგას გვეუბნება, რომ ორი გაერთიანოს, კაცი ქალად აქციოს, ქალი კაცად აქციოს, ზემოდან ქვემოთ ჩამოიტანოს, ქვემოდან ზემოთ აიტანოს, შიგნიდან გარეთ გაიტანოს და გარედან შიგნით ჩამოიტანოს. ესე იგი გაერთიანებაზე აქვს ქრისტეს საუბარი და რასაც გასცემ შენია ზუსტად მან მიდის რომ გასცემ შენ თავს. შიგნიდან გარეთ გაიტან და გარედან შიგნით შემოიტან, იმიტომ რომ შენ იტყვი მე ვარ შენ, შენ ხარ მე. მე ვარ ის არის მე. როგორც ამბობს ქრისტე რომ მე ვარ მამაო და მამა ჩემშიაო და მე მამაშიო. მე ვარ ის და ის არის მე. ის ვარ მე, მე ვარ შენ, შენ ხარ მე და მე კაციც ვარ და ქალიც. ხო? აი ასე შეიძლება თქვათ გავანეიტრალოთ შურის დემონი. ყველაზე ბოლო დემონი, რომელიც უნდა დამარცხდეს, არის შურის დემონი. ყველანაირი დემონი ადვილად დასამარცხებელია, მხოლოდ შურის დემონი ძალიან მძვინვარებს, ახლა მე რასაც ვაკვირდები და კიდევ მძვინვარებს პატიმოყარეობის დემონი ძალიან მძვინვარებს. აი ეს შური და პატიმოყარეობა ერთმანეთის მეგობრები არიან, იმიტომ რომ შური მოდის იქიდან რომ არ გაღიარებენ. თუ არ გაღიარებენ, პატიმოყარეობა ილახება და ამიტომ გინდა რომ გაღიარონ. ამიტომ შური პატიმოყარეობიდან ჩნდება. პატიმოყარეობა კი ჩნდება არაღიარებიდან. ანუ თუ კი ჩვენ ერთმანეთს ვაღიარებთ, პატიმოყარეობა დაუკვდება და შურიც განეიტრალდება. მოკლედ ერთი სიტყვით ფორმულა დაიდო უკვე რა. პატიმოყარეობისა და შურის დემონის დასამარცხებლად. არის მტერი, ანუ ვირუსი არის კიდე ამის და რა. დაპროგრამებული პირები, რომლებიც აი ასეთ ამ ფორმულას ხო დავდე ფორმულა ვთქვათ, ხო? ასეთ ადამიანებს იგნორს უკეთებენ, არამც თუ იგნორს უარესად დასცინიან, აბულინგებენ. ეს არის ვირუსი. ბულინგი არის ვირუსი. ეს ვირუსი, მართალი გითხრათ, ასეთ ადამიანებს ვერაფერს ვერ უშვება. უფრო თავის ენერგიას ხარჯავს ეს ვირუსი და თავის თავშივე იხარშება. თუ კი რწმენა ძლიერია იმ ადამიანებში, რომლებსაც მისია აქვთ. ეს მისია აკისრიათ, რომ განეიტრალონ შურის დემონი, პატიმოყარეობის დემონი და აი ის დანარჩენი დემონები, რომელიც მის გარშემო არიან. ჩემს გარშემო ძირითადად ერთადერთი დემონია, რომელიც ჯერჯერობით ნერვებს მიშლის, ეს არის შურის დემონი რა.
აი ორ ბატონს ერთად ემსახურებაო, ხო, არის ნათქვამი, ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურები, ქრისტე ამ ფორმულას გვაძლევს. ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურები. რატო ვერ ემსახურები თუ იცი? იმიტომ რომ ნელთბილი ხარ ამ დროს. შენ არც იმის მხარეს ხარ და არც იმის მხარეს ხარ. შენ გახარ შუაში და არც შამფურწოვ და არც წვად. ესეთი საქციელები ეზიზღება ქრისტეს და აი ეზიზღებოდა პირდაპირ მნიშვნელობით. ეგეთი იყო ილია მეორე. არც შამფურწოვდა და არც მწვადს და ესე იმასაც ეთამაშებოდი და იმასაც. ისიც იყო და ისიც იყო. ვითომ დიპლომატია ქვია მაგ. დიპლომატია ეგეთი ქრისტე რა ვერ იქნებოდა დიპლომატი? რა ვერ შევიდოდა და ვერ შეიფერებდა იმას ოსანას უმღეროდნენ რომ მეფე მოვიდაო. მაგას ვერ შეიფერებდა? ვერ იტყოდა რომ აბა ეხლა ხალხო თქვენ ხომ მე მეფე და ამირჩიეთ. ეხლა მე მოვედი და უნდა შევცვალო ყველაფერი და აგერ გადავაყენო ეს სამღვდელოება. არა. ჯერ გვირგვინი არ დაიდგა ქრისტემ თავზე. ჯერ სათქმელი თქვა და მერე დაადგეს გვირგვინი, გესმის? ხო, მერე ოღონდ ეკლესიის გვირგვინი დაადგეს, ხო. ეგ არის ზუსტად ეკლესიის გვირგვინი. დიპლომატიურად არ მოქცეულა ქრისტე. არ გაუთლია, რომ აი ხლა მე ჯერ თავს შევიკავებ, ამ ხალხს ისედაც მოვწონვარ და უკვე მაღიარა მეფეთ, მერე რომ გავძლიერდები, მერე მოვიმოქმედები იმას, რაც შემოსამოქმედებელია. ხვდებით ხო? არ ილია მეორის ნაირები ეგრე იქცევიან, ეგრე ანგარება ქვია მაგას, გაანგარიშებით და ქრისტეს მსგავსი თუ გინდა იყო, აკეთებ იმას, რასაც გეუბნება შინაგანი ხმა, იმ წამს და იმ დროს, როცა გეუბნება ამას. და არა მერესთვის, რომ აი მე, არა როგორ შეიძლება გინება, არა ხო დახლები არა უყარო, იუდასი არ იყო. რა გააკეთეო ქრისტეს ეუბნება, რა გააკეთეო ეს? შენი რეპუტაცია როგორ შეილახეო? ესეთი კარგი რეპუტაცია ქონდაო, ხალხმა გაღიარაო, ჩემმა ხალხმა გაღიარაო, ჯერ არავინ არ მინახიაო, ისეთიო, როგორც შენ გაღიარესო და რა გააკეთე ახლა ეს ყველაფერი წყალში ჩაყარეო. და მე გეტყვი შენ რა უნდა გააკეთო ახლა იუდა არიგებს ჭკუას იესოს რა. მე გეტყვი ახლა შენ რა უნდა გააკეთო, მოითმინეო შენო, იმასაც დაელაპარაკეო და იუდეს რო თავი მაგარი გონია, ხო? ხო, მაგარი გონია. მოგრედ ერთი სიტყვით წავედი ხარ რა. წავედი. კარგად